რატომ აიდამაის ზუგდიდში გუბერნიის გვერდით, როდესაც მაკდონალდსი ქუთაისში სულაც არ არის გუბერნიის გვერდით და არის ვაგზალთან და ბათუმშია სხვადასხვა მთავრობის სახლთან. ასევე ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია რა პრინციპით მოხდა ამ ადგილის გადაწყვეტა, რომ ეს ადგილი უფასოდ უნდა გადაეცეს ბატონ ჭყონიას. გვაქვს თუ არა ჩვენ უმრავლესობის წევრებს იმის მორალური პასუხისმგებლობა იმ ფონზე, როდესაც ჩვენ სოციალურში არ გვიზის საერთოდ თანხები და გვიწევს უმძიმესი ავადმყოფების გაშვება ისე, რომ ვერ ვუფინანსებთ ელემენტარულ რაღაცებსაც კი, მაშინ უფასოდ გადავცეთ მიწა ჯერ ეკონომიკის სამინისტროს და შემდეგ ჭყონიას. თუ დავითვლით საბაზრო ღირებულებით ის მიწა, რომელსაც ჭირდება ქალაქის ცენტრში ჭყონიას აღემატება $1,000,000 ლარს. ამიტომაც ჩემთვის ნამდვილად ვერ იქნება აპრიორი 200,000, რომელსაც ის ჭადრაკის სასახლის მშენებლობისთვის ჩადებს და ასე შემდეგ. მე ვსვამ ძალიან მნიშვნელოვან კითხვას, თუ უმრავლესობის წევრები მზადხართ, რომ ეს საკითხი ესე გამოიტანეთ კენჭისყრაზე და ცდილობთ თქვენი ნების საწინააღმდეგოდ, მე ხას უსვამ, თქვენი ნების საწინააღმდეგოდ მიიღოთ ეს გადაწყვეტილება, მაშინ გეკითხებით მე, გაეცით ჭყონიასთან ერთად პასუხი კითხვებს, რას ნიშნავს გუბერნატორის შონიას ასე დაინტერესება ამ საკითხით, რა გარიგებაშია ბატონი გუბერნატორი ბატონ ჭყონიასთან, რატომ ლობირებს გუბერნატორი შონია ასე სასწრაფო წესით ამ საკითხის გატანას და აიძულებს ჯერ მერიას, შემდეგ საკრებულოს განიხილონ ეს საკითხი სასწრაფოდ და მიიღონ სასწრაფოდ გადაწყვეტილება. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ამ მომრჩეველთან და არა გუბერნატორ შონიასთან. ნებისმიერი თქვენი უმრავლესობის მიღებული გადაწყვეტილება თქვენ გავალდებულებთ ამ მომრჩეველთან და არა გუბერნატორ შონიასთან. შონია დღეს არის და ხვალ შეიძლება არ იქნეს, ჩვენ ყველანი დავრჩებით აქ და ჩვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღება მოგვიწევს ჩვენ. თუ მათავთათ ესეთი ულტიმატუმი, მაშინ მოგზადეს ბატონი ჭყონია ბატონ გუბერნატორთან ერთად, მოვიდნენ, გახადონ ღია საჯარო საგანი, განხილვის საგანი ეს, მაგრამ გუბერნატორი შონია მხრიდან ზუგდიდლების აზრის ფეხებზე დაკიდება მაკდონალდსის საკითხთან დაკავშირებით და ერთპიროვნულად გადაწყვეტილება მას ნამდვილად არ მოუტანს კარგ შედეგს. ეკონომიკის სამინისტრო, ეკონომიკის მინისტრი თუ კორუფციულ გარიგებაში შევა ჭყონიასთან ამას მე და თქვენ ვერ მოვხდით, ამისთვის არსებობს შესაბამისი ორგანიზაცია. აბა მე რა ვქნა ბატონო გიორგი, თუ ესეთი ადგილი გქონდა, რატო შევდავარდეთ? ჩვენთან ქონდა საკრებულოსთან მოლაპარაკებები ჭყონიას. რაღაც ისეთი. ბატონ გიორგი, მართლა გვაინტერესებს, ქონდა ჭყონიას საკრებულოსთან მოლაპარაკებები? ვის ჭყონიას ვინ ელაპარაკა ამ მიწაზე, ვისთან ერთად ათვალიერა ეს მიწა და ვინ გადაწყვეტილება? მე გეკითხები კონკრეტულად საკრებულოსთან ქონდა მოლაპარაკება? მიპასუხეთ, ქონდა მოლაპარაკება? ყველაზე მეტად დაინტერესებული. აი ეს იმას ნიშნავს, რომ არ ქონდა დაინტერესებული ამ პროცესში. თავისთავად გახლავთ მეწარმე, რომელიც ცდილობს და აქვს სურვილი ჩადოს მრავალმილიონიანი ინვესტიციები. თავისთავად მოგეხსენებათ ძელვადიანი კვლევისა და ანალიზის შემდეგ მოხდა გადაწყვეტილების მიღება და რა თქმა უნდა მისასალმებელია. ანუ რაც მე ჩემს ახსოვებას ახსოვდა თუნდაც პარიზის ქუჩებში, სად რა იყო განლაგებული. უბრალოდ აღვადგინე ერთი რამ, რომ ლუვრის შენობის გვერდით, სადაც ჟანა დარკის შენობა დგას, ჟანა დარკის ძეგლი დგას, ჟანა დარკისა და ლუვრის შენობას შორის არის მაკდონალდსი. პარიზის ოპერის გვერდით, ზუსტად პარიზის ოპერის გვერდით არის მაკდონალდსი. ელისეის მინდვრების თავში, სადაც არის დღეს სასახლე პრეზიდენტის. არის მაკდონალდსი. ჩემთვის, როგორც ლიგითის ზუგდიდელისთვის უკეთესი იყო, რომ ეს ყოფილიყო იმ რეკრეაციულ ზონაში, რომელზეც ჩვენ ვისაუბრებთ. გვაინტერესებს რატო გადაწყვეტა მაინც და მაინც გუბერნიის მიმდებარე ტერიტორიის გადაცემა და ამ მშენებლობის დაწება და იყო თუ არა მოლაპარაკების პროცესში სხვა ალტერნატიული ფაქტის შეთავაზება. თუ ეს იყო მაკდონალდსის პრინციპული გადაწყვეტილება, რომ ამ საკითხში ჩვენ გვაქვს ძალიან ცუდ გადაწყვეტილებას განსაკუთრებით ძალიან ცუდი პრეცედენტია იმისა, რომ მომავალში როცა მსოფლიო ბრენდების და აპირების ინვესტიციის განხორციელებაზე ჩვენ მოვიწევს ანალოგიური პირობების დაკმაყოფილება მაგათვისაც
საერთოდ მინდა აღნიშნო, რომ ზუგდიდში გვაქვს ძალიან სერიოზული პრობლემა სიცი ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებით, არ არსებობს ქალაქის გენერალური გეგმა, განვითარების გეგმა. მუნიციპალიტეტში სიცი ტერიტორიული მოწყობა მიმდინარეობს ფრაგმენტულად, უსისტემოდ და ზოგ შემთხვევაში ხალხურ პროცესის საფუძვლად ბებელობს მშენებლობის რეგულირება და ამის ზედამხედველობა საერთოდ გამომარდნილია სიცი ტერიტორიული მოწყობის კონტექსტიდან. სამხარეო ადმინისტრაციის გვერდით მაკდონალდსის შენებლობასთან დაკავშირებით. მე გირჩევდი და მოგიწოდეთ, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიყოთ. ნებათქმენია, მიიღებთ პასუხისმგებლობა თქვენია თეთრელდაცის პრეზიდენტებით და მიიღებთ და მიიგებთ და აქეთ პასუხი. მის თქმა რომ აქ კარგი იქნება, აქ ცუდი იქნება და ვიღაცა ხალხი ამბობს, რომ ხალხის აზრით აპელირებით არ დავიწყოთ რა. ჯერდი ხალხი არის მომხრეც. და მოწინააღმდეგე. მეც ამას ხაზი გავუსვი კიდევაც არის მომხრე და არის მოწინააღმდეგე. ვინაიდან ამ ეტაპზე ადგილობრივი თვითმმართველობა მოკლებულია შესაძლებლობას უშუალოდ განკარგოს მის ბალანსზე არსებული მიწის ნაკვეთი, შესაბამისად საკრებულო მიიღო გადაწყვეტილება, გადასცეს სახელმწიფოს და მის წარმომადგენელს ამ შემთხვევაში ეკონომიკის სამინისტროს აღნიშნული მიწის ნაკვეთი, შესაბამისად იქნება მიღებული გადაწყვეტილებები ბუნებრივია ადგილობრივი ინტერესების გათვალისწინებით და მე ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში ძალიან საინტერესო პროექტი მაკდონალდსის სახით განხორციელდება ჩვენს ქალაქში. ზოგადად მიწის გადაცემის ორი ფორმა არსებობს, აუქციონის წესით ან მთავრობის გადაწყვეტილებით. ვერ გეტყვით ამ ეტაპზე რომელი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მერწმუნეთ რომ იქნება ის გადაწყვეტილება მიღებული, რომელიც საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის, ჩვენი ქალაქისთვის.